მოგესალმებით. ჩემო ძვირფასებო, სტრიმშიც ვთქვი და აი ამ ვიდეოშიც ჩავეტევი და ვიტყვი. ერთ-ერთმა ადამიანმა ალეგ გევორქიანმა რა ჩაიდინა ჩემს მიმართ და არა მარტო ძალიან ბევრი ფულები ამახია და ყველაფერი შეჭამა ჩემი ფულები და ბრასლეტი მქონდა ისიც მომპარა და ყველაფერი წამართვა რაც მქონდა. ყველანაირად ფული 350 ლარი არც დამებრუნა. წურთელ გოგოს რაც გაუკეთა მოგიყევით ეს ამბები სტრიმში და ჩემი თანხის დაბრუნებას არ აპირებს როგორც ჩანს და ეს ადამიანი არის ძალიან ცუდი ადამიანი და ადამიანი 10 წლის ბავშვს რო გააუპატიურებს და ბაბნიკი იქნება თავის შვილებსაც იგივე სასწავლის ეს არის სრული ბაბნიკი ჩამოუყალიბებელი დეგენერატი ადამიანი დანარჩენსაც სტრიმში მოგიყვებით კიდევ ერთხელ სტრიმში მოვყვები ყველაფერს თუ ეს ადამიანი ასაკეთებს მოკლედ იღებს ჩემგან ფულს დაგიბრუნებო და არ დამიბრუნა 500 ლარი არ დამიბრუნა 10 წლის ბავშვი ეს ეხლა ის ბიჭი არის ჩემი ტოლი 29 წლის არის პოლიკლინიკასთან ხელებს უბავს და აუპატიურებს აშინებს რომ არაფერი არ თქოს მაგრამ ის ადამიანი სტრესშია ძალიან მაგრად და ვერ ამბობს ამ ყველაფერს ვერ გამოხატავს იმიტომ რომ აშინებდა და მე როცა ფული მოვთხოვე ვიყავი პოლიციაში მისული რაღაცა და მანქანით მოდის იმ საღამოსვე და მაშინებს მე მაიძულებს რომ მე პოლიციელებზე ცუდი რაღაც ვთქვა ეს ჩაიწეროს რომ მაგით შემაშინოს რომ მე რო პოლიციაში მივიდე ამას გადაუგზავნის იმათ და პრობლემა შემექმნება თქვენ წარმოიდგინეთ რა თავხედობას აქვს ადგილი როცა ჩემი ვალი აქვს როცა მივიდოდი თმების შესაჭრელად ვაღიარებ ჩემ ჩანთას ხსნიდა და ფულს იპარავდა შიგნიდან რა უფლება ქონდა რომ ჩემი ჩანთა გაიხსნა კლიენტის ჩანთას ხსნის და იპარავს ფულს იქიდან თავის შვილებსაც იგივე სასწავლის მე მგონებს შემოძვირფასებო თავის შვილებსაც იგივე სასწავლის რასაც თვითონ აკეთებს ეს ადამიანი უნდა დააკავონ და აი ეს ფოტო რო თავისმა ცოლმა ნახოს ხო აი რა სიტყვის რა უნამუსობა ადამიანებს ფულს ძალავს სოფელ წყრუჩში შემოძვირფასებო ერთ გოგოს მოატყვა ქალიშვილი გოგო იყო ის და მოატყვა რომ ცოლად მოგიყვანო და რაღაცა და ქალიშვილობა დააკარგინა მიხვდებით ახლა რაც უკნა ოქროები ჩააბარებინა ლომბარდში გაყიდეს ის ოქროები გაიყიდა ის ოქროები ის გოგო დღემდე დაძაბულობაშია რომ რატო ჩაუვარდა